კრიტიკული განცხადებებიდან ბრიტანეთი დიპლომატიურ დემარშზე გადადის. საქართველოს არჩევანის წინაშე აყენებს. ან აკეთებთ იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ან ზომებს მივიღებთო. 30 ივნის ბრიტანეთის საგარეო უწყებაში საქართველოს წარმომადგენელს გამოიძახებენ. მოგვიანებით ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ამ შეხვედრის გზავნილებს ოფიციალურად გაავრცელებს. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას ბრიტანეთის საგარეო უწყება არჩევნებს უკავშირებს. მათ საარჩევნო კონკურენტებად იხსენიებს და ისე წარმოაჩენს თითქოს ხელისუფლებამ ციხეში ისინი განგებ გამოკეტა. განსხვავებული აზრი არ მოესმინა და არჩევნებში კონკურენტი არ ყოლოდა. მაგრამ თითოეული მათგანი ოქრუაშვილი, ჯაფარიძე, მელია გვარამია, ვაშაძე და ლელოს ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. უმეტესობა თვითმმართველობის არჩევნებს საერთოდაც ბოიკოტს უცხადებს. ისინი ბოიკოტში იმყოფებიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს 2024 წლის 26 ოქტომბერს, როცა აღმოაჩინეს, რომ არჩევნებში დამარცხდნენ. ხალხმა მათ მხარი არ დაუჭირა. არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას, არ აღიარებენ გამოძიებას, სასამართლოს. არ აღიარება გამოაცხადეს მათ საკუთარი ბრძოლის მთავარ ხაზად და ამ სტრატეგიამ მიიყვანა ისინი ციხემდე. ტაქტიკის შეცვლა და საარჩევნო რინგზე ასვლა ახლად შეუძლიათ. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მათ შეწყალების მექანიზმის გამოყენება უკვე შესთავაზა, ასე რომ არავის მათი კონკურენცია არ აფრთხობს. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება თავად ბრიტანეთშიც დასჯადია. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს მიმართოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სასამართლოს. პრეცედენტები ბევრია. ბოლო მაგალითი პრემიერ ბორის ჯონსონს ეხება. ჯონსონი კომისიაზე გამოცხადდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, მაგრამ იცრუა. ტყუილების გამო პოლიტიკურ კარიერას დაემშვიდობა. რაც შეეხება განსხვავებული აზრის ჩახშობას, პროპაგანდაც მთელი ძალით ხმაურობს. დილიდან საღამომდე ეთერებში სხედან და საუბრობენ. აქტიურობენ სოციალურ პლატფორმებზეც. ციხიდან პოსტავენ, აგზავნიან წერილებს. არანაირი შეზღუდვა ან დაბრკოლება არ არის. შეუძლებელია ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ეს არ იცოდეს. და მაშინ რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი დიპლომატიური დემარში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ლონდონის სინამდვილეში მხოლოდ საბაბად იყენებს. ეს რომ არ ყოფილიყო აუცილებლად იპოვიდა სხვა მიზეზს, სხვა კონტექსტს და სხვა გარემოებას. იმიტომ რომ ქართული ოცნების შანტაჟი სჭირდება. მართველი ძალა უკვე დიდი ხანია ქვეყნის ინტერესებს და სუვერენიტეტს იცავს, რაც ბრიტანეთის დღის წესრიგს არ ემთხვევა. ბრიტანეთის საგარეო უწყების გაღიზიანების მიზეზი ქართული ოცნების ხელისუფლების ურჩობაა და სხვა არავინ და არაფერი. ბრიტანული მხარის ბოლო გაღიზიანება გრანტების თემას მოჰყვა. თვითმმართველობის არჩევნების წინ ბრიტანეთს დაჩქარებული წესით გრანტების შესახებ კანონის სრულად ამოქმედებამდე სურდა რამდენიმე ორგანიზაციის დაფინანსება, მაგრამ ხელისუფლებამ უარი უთხრა. 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გამოაქვეყნებს განცხადებას და იტყვის, რომ იძულებულია გრანტი არ გასცეს. მიზეზად, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ასახელებს. გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, განცხადებაში საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზეც. ისე ჩანს, თითქოს ბრიტანეთს ძალიან უნდა თვითმმართველობის არჩევნებს ობიექტურად დააკვირდეს. პროფესიული მონიტორინგი ჩაატაროს, ხალხს დაეხმაროს, დემოკრატიული პროცესი გააძლიეროს, მაგრამ ქართული ოცნება ამ კეთილშობილური მისიის შესრულებაში ხელს უშლის. საელჩოს განცხადებას რამდენიმე საათში პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურება. შალვა პაპუაშვილი იტყვის, რომ სინამდვილეში ბრიტანეთი პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებს. ბრიტანეთის საელჩო საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში. ანუ ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა. პირდაპირ დღისით ამბობენ, უნდა დავაფინანსოთ პროპაგანდა და უნდა დავაფინანსოთ ექსტრემისტული ჯგუფები, რომელიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ესე უნდა დააკვირდნენ არჩევნებს. პარლამენტის თავმჯდომარე ტერმინებს ექსტრემიზმი და პროპაგანდა შემთხვევით არ იყენებს.
მაგალითად, ტაბულა თავად დაწერს, რომ საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი თავად იყო. ონლაინ გამოცემას 50,000 ფუნტი უნდა მიეღო და თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაეშუქებინა. ფუნტების გარეშე თითქოს ქართული არჩევნები არ შუქდება. ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილია. დღეს ის ქმართან ერთად პარტია ფედერალისტების დამფუძნებელი გახლავთ. როგორც ხედავთ, პროპაგანდისგან შორს არ არის. ტაბულა დიდი ხანია ოპოზიციის ერთ-ერთი რუპორია. ექსტრემიზმზეც არ ამბობს უარს. არ აღიარებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს და მონაწილეობს ქართული ოცნების წინააღმდეგ დაგეგმილ თითქმის ყველა, მათ შორის აგრესიული ხასიათის აქციაში. რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილი იტყვის. ექსტრემიზმი ზუსტად მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველთვის ცუდი არ არის. ბრიტანეთის გრანტი უნდა მიეღო ექსტრემისტულ ორგანიზაცია საქართველოს მომავლის აკადემიას. ეს ახალი სახელია. ადრე ფრანკლინის კლუბი ერქვათ. საარჩევნოდ მას 100,000 ფუნტი უნდა მიეღო. ამ კლუბის წევრები განსაკუთრებული აგრესიულობითა და ექსტრემიზმით გამოირჩევიან. დაკავშირებულნი არიან ნაციონალურ მოძრაობასთან. არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. აქტიურად ერთვებიან არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებში. მონაწილეობენ რადიკალურ პროცესებში. იქ, სადაც პარლამენტის შენობას ცეცხლს უკიდებენ. ბარიკადებს აგებენ და პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან. მანამდე ასეთივე აგრესიულობით გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. აკადემია საკუთარ ექსტრემალურ ექსტრემიზმს არ მალავს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში ის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რეჟიმს უწოდებს. გამჭვირვალობის შესახებ კანონს რუსულს. აცხადებს, რომ კანონების დაცვას არ აპირებს. საქართველოს მომავლის აკადემია არც აქამდე ემორჩილებოდა რუსულ კანონებსა და არც სამომავლოდ აპირებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ რეპრესიულ გარემოსთან შეგუებას. და მაშინ რამდენად შეიძლება კონკრეტულად ეს ორგანიზაცია არჩევნებს პროფესიულად და ობიექტურად დააკვირდეს. ამ შეკითხვით ჩვენ ბრიტანეთის საელჩოსაც მივმართეთ, თუმცა ვერაფერი გვიპასუხეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც 100,000 ფუნტს მიიღებდა. კანონის უზენაესობის ცენტრის ანგარიშიც თითქმის ამდენივე თანხით შეივსებოდა. ამ ორგანიზაციის უკან გიორგი გახარიას გუნდის წევრი ლონდა თოლორაი ადგას, ჩინოვნიკური წარსულითა და რადიკალური მისწრაფებებით. როგორც ხედავთ, ბრიტანეთის საელჩო ერთის მხრივ აცხადებს. მიზნები კეთილშობილური მაქვს. თვითმმართველობის არჩევნებს ობიექტური დაკვირვება და პროფესიული მონიტორინგი სჭირდებაო. მაგრამ მეორეს მხრივ ამ საქმიანობისთვის ისეთ ორგანიზაციებს არჩევს, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ, ექსტრემიზმი და არჩევნების ბოიკოტის იდეა აერთიანებთ. რა გასაკვირია თუ ხელისუფლება ასეთ ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებს. გრანტზე თანხმობას არ გასცემს. დიდი ხანია გრანტებით პარლამენტის წინ რადიკალური აქციები ფინანსდება. რევოლუციური სცენარები იწერება. აქტივისტები ტრენინგდებიან. კანვასი ამის კლასიკური მაგალითია. საქმეს სუსი იძიებდა. გრანტი ამერიკული იყო. სემინარის ოფიციალური მიზანი, კულტურაზე საუბარი. სინამდვილეში კი დარბაზში ევროპიდან მოწვეული რევოლუციონერები ახალგაზრდა აქტივს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ბარიკადების აგებას და შენობების შტურმით აღებას ასწავლიდნენ. ამას ყველაფერს მოგვიანებით, 26 ოქტომბრის შემდეგ პარლამენტის წინ ვნახავთ კიდეც. გრანტები ექსტრემიზმის მთავარი წყარო ხდება. საგრანტო პროგრამის გაუქმებით უკმაყოფილო ბრიტანეთის საელჩოს. პარლამენტის თავმჯდომარე შემთხვევით არ მოუწოდებს გაასაჯაროვონ 2024 წლიდან დღემდე არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული გრანტები. მივმართებ ბრიტანეთის საელჩოს გაასაჯაროვოს ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. მაგრამ ამ მოწოდებას საელჩო სრული დუმილით ხვდება. მოგვიანებით საელჩო საიტზე მხოლოდ განცხადებას გამოდებს და პროპაგანდასთან და ექსტრემიზმთან კავშირს უარყოფს. თუმცა ციფრებს მაინც არ გაასაჯაროებს. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თვითმმართველობის წინ საელჩო პოლიტიკურად მიკერძოებულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციას ვერ დააფინანსებს და საქართველოს დაემუქრებიან. 2024 წელს, როცა ქართული ოცნება წინააღმდეგობების მიუხედავად გამჭვირვალობის კანონსაც მიიღებს და ოჯახურ ღირებულებებსაც დაიცავს, ბრიტანეთის აღშფოთებული ელჩი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუს მისცემს და იტყვის. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ელჩი პირდაპირ ამბობს, თუ არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებს, თანამშრომლობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არ აღდგება.
ის უკვე არ ყვევს ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. არა მხოლოდ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, საარჩევნო პროცესში ერთვება და ამ მომრჩეველს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ქართულ ოცნებას. გულშემატკივრობს იმათ, ვინც უცხოურმა დონორებმა რევოლუციური სცენარისთვის დაატრენინგეს. ამ ძალადობას ბრიტანეთის ელჩი თვალს დუმილით ადევნებს. პოზიციას მხოლოდ მაშინ დააფიქსირებს, როცა სისხლიანი მაიდანი ჩავარდება და დამნაშავე პირებს დააკავებენ. Great Ward-ი შოკირებულია. შოკის რეალურ მიზეზს რა თქმა უნდა ვერ გაამხელს. ამიტომაც შეშფოთების მიზეზად პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას დაასახელებს. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. არადა ყველგან, ბრიტანეთშიც კი პოლიცია ასეთ შემთხვევებში იყენებს ძალას იმისთვის, რომ დაიცვას დემოკრატია, ხალხი და სახელმწიფო უწყებები. საქართველოშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავს, სახელმწიფო შენობების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, წესრიგს აღადგენს. მაგრამ ეს ბრიტანეთის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომაც ქართულ სამართალდამცავებს ასანქცირებს. ახლა გრანტებიც რომ ვერ დაარიგეს, უფრო მძაფრი პასუხებით იმუქრებიან. არადა ეუთოოდირი ოფიციალურად იტყვის, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული. ეუთოს გენერალური დირექტორი განაცხადებს, რომ არჩევნები ლეგიტიმურია. ევროკავშირის ანგარიშებში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და რეგიონის ლიდერი ხდება. მაგრამ მთავარი უკვე დემოკრატია და რეფორმები კი არ არის, არამედ მორჩილება და მიღებული ინსტრუქციების დაცვა. თუ მათ ინტერესებს ემსახურები, არც დემოკრატიას მოგთხოვენ, არც ადამიანის უფლებების დაცვას და არც რეფორმების გატარებას. კლასიკური მაგალითი ახლახანს ვიხილეთ. რამდენიმე დღის უკან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ერევანს ესტუმრა. ქართული ოცნების დამოუკიდებლობას როგორც ჩანს ძალიან ვერ ეგუებიან. კაია კალასი ერევანში ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ირწმუნება, რომ სომხეთი როგორც არასდროს ახლოს არის ევროკავშირთან, თუმცა სომხეთის წარმატებებსა და მიღწევებზე არ ან ვერ კონკრეტდება. მთავარ მოვლენებზე კი დუმს. კალასის სომხეთში ვიზიტის მომენტისთვის უკვე დაპატიმრებულია ბიზნესმენი სამუელ კარაპეტიანი. ბრალდება ხელისუფლების დამხობის მოწოდება. დაკავებულია არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მაგრამ ის არც სიტყვა რეპრესიებს ახსენებს, არც ტერმინს პოლიტპატიმარს იყენებს. არ ამბობს, რომ სომხეთმა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია. არც შეშფოთებას გამოხატავს, არც აღშფოთებულია და არც შოკირებული. არ ფიქრობს, რომ თავისუფლება საფრთხეშია, რომ ადამიანის უფლებები შელახულია. უდანაშაულობის პრეზუმცია კი დარღვეული. პირიქით, მისი აზრით ყველაზე ახლოს ახლა არიან ერევანი და ბრიუსელი ერთმანეთთან. ფულსაც პირდება და აქტიურ მხარდაჭერასაც. სანდომიანად იღიმის და მიდის. კალასი ქვეყანას დატოვებს. მეორე დღეს კი დაკავებების სერია გრძელდება. კიდევ 15 პირს აკავებენ. სომხეთის ქუჩებში ხალხმრავალი გამოსვლებია. ტაძრები იჩხრიკება, ტრებს ეკლესიებში ეწებენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები ხდება. მაგრამ ევროკრატები დუმილს არჩევენ. სომხეთს კი აქტიურ თანამშრომლობას პირდებიან. ევროინტეგრაცია ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება და არა ევროპული ღირებულებების გასავრცელებლად და ეს ფაქტია.